საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს ქრონიკის საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ბერაძე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა რუსთავში შენობის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის სახით 2000 ამერიკული დოლარი აიღო. გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რამოდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა, ვინაიდან ფეხით კიოდა და შესაბამისად რამდენადაც ჩემთვის ცნობილი იყო, ბიულეტინში იყო გასული და ბიულეტინის დოკუმენტი უნდა წარმოედგინა. ბატონი ზურაბ ბერაძე სამსახურში მოვალეობის შესრულების პერიოდში იმ თანამდებობაზე, რაზედაც არის, საერთოდ არ ასრულებდა რომელიმე მოქალაქისთვის ნებართვის მიცემის ან არ მიცემის საქმეს. მისი მოვალეობა, ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობა არის ნებართვის გაცემის შემდგომი კონტროლი, ანუ ნებართვის გაცემის შემდგომ რამდენად კანონის პარაგრაფში მიმდინარეობს სამუშაოების წარმოება და შემდგომ ექსპლუატაციაში მიღება. სოფელის 22 წლიანი ინფორმაციული ვაკუუმი ელექტროენერგიის არარსებობამ მოწყვეტილი მოსახლეობა დმანისის მუნიციპალიტეტში. სოფელ მამიშლარის მოსახლეობა წლების მანძილზე უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევით კი დღეს სოფელს სინათლის მიწოდება აღუდგა. დეტალები მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტში. ელექტროენერგიის გარეშე გატარებული 22 წელით მანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამიშლარში მცხოვრები 24 ოჯახისთვის დღეს დასრულდა. წლების შემდეგ USAID-სა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ერთობლივი პროექტის შედეგად მთიან სოფელს სინათლის მიწოდება აღუდგა. მასში აქტიურ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც იღებდნენ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობას. ჩვენი მიზანი და საბოლოო ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება მალე და რა თქმა უნდა ეტაპობრივად განხორციელდეს ყველა დასახლებული პუნქტის ელექტრიფიცირება, რომლებსაც დღემდე ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. 22 წლის განმავლობაში სოფელს საერთოდ არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. საერთაშორისო ორგანიზაციების USAID-ის და Mainrock International-ის მიერ დაფინანსებული იქნა 82,000 ამერიკული დოლარით, სადაც გაყვანილი იქნა დაახლოებით 6,000 მეტრი ელექტროხაზები. მაღალმთიან სოფელში მცხოვრები მოსახლეობა 90-იანი წლების შემდეგ გასათბობს საშუალებად მხოლოდ შეშასა და ბუნებრივ საშუალებებს იყენებდა. წლების მანძილზე უსინათლობის გამო ინფორმაციული ვაკუუმი ყველაზე დიდ პრობლემას ქმნიდა. ადგილობრივი მოსახლეობა ქრონიკასთან საუბრისას განმარტავს, რომ ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრება მათთვის გაუსაწლისი იყო. ბავშვები სინათლე რო დაინახავდნენ, სულ გრავატს ქვეშ შედიოდნენ. შევეკითხე, რა შედიხართ? ისე გონია გელი შემოდის სოფელში. ვენაცოლეთ თქვენა ვინ გააგეთა. სიმართლე გითხრათ, იმედი აღარც კი გქონდა თუ ოდესმე აქ სინათლეს ავანთებდით და ტელევიზორის ყურებას შევძლებდით. თუმცა როგორც ხედავთ, დღეს ეს ყველაფერი გვაქვს. ეს კი ყველაზე მეტად ახალგაზრდებს და ბავშვებს უხარიათ. სოფელში სინათლე ბოლოს როდის ქონდა აღარც კი გვახსოვს. წლების მანძილზე სინათლის წყარო მხოლოდ სანთელი გასათბობად კი შეშის ღუმელი იყო. ყველაზე დიდი პრობლემა კი ინფორმაციის არ ქონაა. ჩვენ ტელევიზორსაც კი ვერ ვთავდით. Mainrock International-ის წარმომადგენლობა სოფელში ელექტროენერგიის აღსადგენად 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელობის განმარტებით სოფელი მამიშლარი პრიორიტეტულად მისი ადგილმდებარეობისა და მძიმე გარემო პირობების გამო შეირჩა. პროექტის მთლიანი ღირებულება გახლავთ 82,000 ამერიკული დოლარი, თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ დმანისის მუნიციპალიტეტმა ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, მან შექმნა დიზაინ პროექტი, რაზე დაფუძნებითაც მოხდა ამ გადამცემი ხაზების მშენებლობა. დღესვე პროექტის ორგანიზატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა წერილობითი ხელშეკრულება გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად 4 წლის განმავლობაში ელექტროსადენების დაზიანების შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამერიკის მხარე უზრუნველყოფს. გარდაბნის ხელმძღვანელობა მუნიციპალიტეტში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადების დამალვის ფაქტებზე საუბრობს. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სოფელ ქესალოში წლების წინ ელექტრონული აუქციონის საშუალებით მიწების სხვადასხვა კერძო პირებმა შეიძინეს. თუმცა რამდენიმე წლის განმავლობაში მათ ბიუჯეტში მიწის გადასახადის საშემოსავლო არ შეუტანიათ. საქმის შესასწავლად გარდაბნის გამგეობა შესაბამის უწყებას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ძალიან დიდი ფართობები არის სხვადასხვა კერძო პირების ხელში, ჯერ ვერ ვადგენთ ამას.
რადგანაც გაფორმებული სხვა პირებზე არის. ჩვენ სერიოზულად დავინტერესდით, იმიტომ რომ ჩვენი ბიუჯეტი ივსება მიწის გადასახადიდან, ქონების გადასახადიდან. აღმოჩნდა, რომ ეს ფართობები, რომლებიც ალბათობის დონეზე, ანუ ისტორიის დონეზე ვიცით, რომ ეკუთვნის კონკრეტულ პიროვნებას, რეესში გატარებულია მცირე ფართობებად სხვადასხვა პირებზე. ესე იგი, გამოდის, რომ საქმე გვაქვს ჩვენ გადასახადის დამალვასთან. ლიტერატურული კონკურსის გალაქტიონობა 2013-ის გამარჯვებულები 8 ივნის სოფელ ჭყვიში გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში გაემგზავრებიან. რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია მთაწმინდის მთვარის ინიციატივით ღონისძიება გაიმართა, სადაც რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა გალაქტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს. ლიტერატურული კონკურსი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ეროვნული ღირებულებების მხარდაჭერას ისახავს. ვატარებთ გალაქტიონობას, ღონისძიებას ახალგაზრდების გალაქტიონის შემოქმედებასთან რომ დაგვეხმარებინა, მივეცით კონკურსის სახე, გვაქვს 8 ნომინაცია სტუდენტებისთვის და უფროსი ასაკისათვის, გალაქტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერის შესრულება, გალაქტიონის ლექსის პატრულად საკითხვა, გალაქტიონის პოეზიის მიხედვით ნახატის შექმნა. სურვილი აქვს, უფრო მასშტაბური გახდეს და კლავაც ასეთი მასშტაბები ჩატარდეს ეს გალაქტიონი. ბევრი დარჩა, ასე ვთქვათ, დაუკმაყოფილებელი იმგზნობით, რომ ვერ მოხდა ამ გალაქტიონობას. მე წავიკითხე გალაქტიონზე დაწერილი ჩემი საკუთარი ლექსი. სხვა ბავშვებმა წაიკითხეს გალაქტიონის ლექსებში და ვინც გაიმარჯვა, ისინი მიდიან გალაქტიონების კონკურსზე. კულტურის სახლი რუსთაველი მხატვარ ფერმწერის ლაშა ხუნჩუკაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული. გრაფიკა, მელხიორი და ზეთში შესრულებული ნახატები ავტორის ხელწერაა. დამთვალიერებელს ნამუშევრების ნახვა 2 დღის მანძილზე შეეძლებათ. პროფესიით ფერმწერი გახლავართ, მაგრამ ყველა დარგი ძალიან მიზიდავს და ყველგან ვცდილობ, რომ რაღაც ჩემი წვლილი შევიტანო ხოლმე. არის განსხვავებული ნამუშევრები, ნატურმორტებია იდეალური, ნამდვილად ჩემთვის. არის ძალიან თბილი ფერები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფონ რასმუსენს შეხვდა. შეხვედრა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატოს სტაბინაში გაიმართა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში და თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი ალასანიას ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ანდერს ფონ რასმუსენმა აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიძე მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია და საქართველოს აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. ტარდება ნატო საქართველოს კომისიის ხდომა, სადაც განიხილება სწორედ ნატოში საქართველოს გაწევრიანების ნაბიჯები. ნატოს წევრი საქართველოს გახდება, ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია. პროცესი ნატოში გაწევრიანების დამოკიდებულია იმ რეფორმებზე, რომელსაც დღეს საქართველოს ახორციელებს. რაც შეეხება ზოგადად რუსეთის დამოკიდებულებას ნატოს მიმართ, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ დემოკრატიული ქვეყნების და ღირებულებებით გაერთიანებული ორგანიზაციის მიმართ ჯერ კიდევ ამ ხელაუნდობლობაა რუსეთში, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა რუსეთის პრობლემა და არა ნატოს პრობლემა. ნატო საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში თანამშრომლობს. მოკავშირე ქვეყნები კი გამოხატავენ მზადყოფნას მხარი დაუჭირონ საქართველოს და მას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. ჩვენ ასევე დიდი ინტერესით ვაკვირდებით საქართველოს ფარგლებში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პროცესს. საქართველოს მთავრობას მოუწოდებთ პატივისცეს კანონის უზენაესობას, ადამიანისა და ეროვნული უმცირესობების უფლებებს. ასევე მოუწოდებთ განახორციელოს ფუნდამენტური რეფორმები და ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ბოლოს. დღეს მსოფლიოში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ამ დღესთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ღონისძიებაში გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მემორანდუმის მიზანს გარემოს დაცვის საკითხებში მხარეებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა წარმოადგენს. დღეს ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჩვენ სამინისტროს, ასევე GIZ-სა და ნორვეგიულ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის და მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთთანამშრომლობას ამ ორგანიზაციებს შორის გარემოს დაცვით, განათლებისა და ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი.
მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც დაიწყება ძალიან ინტენსიური შინაარსობრივი და სიღრმისეული შესწავლა ეკოლოგიური პრობლემატიკისა ქართულ სკოლებში. ის რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველას გვესმის ბევრი თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინგლისური როკ ჯგუფის Deep Purple-ის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა სტუმრებს ძველი თბილისის ხედები პირადად დაათვალიერებინა და მათი მუსიკალური შემოქმედების შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა. ლეგენდარული ჯგუფის კონცერტი დინამო არენაზე დაახლოებით 1 საათში დაიწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლების 3 პირით ხელკვალზე დააკავეს. დაკავებულები გურჯაანში სარაჯიშვილის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე შეიჭრნენ, ოპერატორებს თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში მომხდარიდან 9 საათში დააკავეს. გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს. სამივე ბრალდებული გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში მომხდარიდან 9 საათში დააკავეს. გატაცებული თანხა ნივთკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მეორე ნაწილით. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ ქვემო ქართლში. წალკაში ნავარაუდებია დღის 23 ღამით 9 გრადუსის თბო. 25 გრადუსამდე გათბება ჰარი, დღის თეთრი წყაროში ღამით 12 გრადუსამდე დაიწყებს ტემპერატურა, დმანისში ნავარაუდებია დღის 23 ღამით 6. პოლონში დღის 30 ღამით 13 გრადუსის თბო. მარნეულში 29 გრადუსი იქნება დილით, ღამით 16 გრადუსი. თბილისში მოსალოდნელია დღის 29 ღამით 16 გრადუსის თბო. გარდაბაში დღის 31 ღამით 15, ხოლო ჩვენს ქალაქში დღისით 31 ღამით 15 გრადუსის თბო. ეს იყო ჩემი ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია, ქრონიკა ამით დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.